გამარჯობა, მე ბუბუ ვარ, ეს კი ჩემი X3M-ია. ეს მანქანა ჩამოვიდა, ეხლა როგორც უყურებთ, ზუსტად ესეთ მდგომარეობაში, უკნიდან არაფერი ეტყობა, წინიდან განახებთ. საოჯახოდ მინდოდა ყოველთვის რაიმე სუვი, ისეთი რომ თან მეულო თორე ისიც ყავს Renegade და ვაპირებდი F15-ის ყიდვას. F15 იმიტომ არ ვიყიდე, რომ ძრავი არ მომწონდა, მინდოდა B58-ის ყიდვა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მეყიდა X3 M40. იმდენი ხანი ველოდე კარგ X3 M40-ის გამოჩენას, რომ ბოლოს X3 M-ი ჩამივარდა ხელში. ძალიან კარგ ფასში და ძალიან კაი დაზიანებით. წამოწინიდან. მანქანის ამჟამინდელ მდგომარეობამ არ შეგაშინოთ, რაც ჩანს, იმის ნახევარის არ ჭირს, უბრალოდ ძირითადად დაზიანებულია სახსნელი ნაწილები, რომელიც უბრალოდ მოიხსნება და ახალი დადგება, კაპოტი, კრილოს არ ვასწორებთ, ვცვლით კრილოსაც, შიტოკი, ფარი და ეს ფარის სამაგრი, რასაც ვეძახით და ეს რადიატორების ბუდე რა. ესენი ყველაფერი შეიცვლება, დადგება ახლები, რა ნაწილსაც შეღება მოუწევს, შეიღებება, რა ნაწილსაც არ მოუწევს შეღება, არ შევღებავთ, იმიტომ რომ შიტოკი ფერში ჩამოვიტანეთ პოლონეთიდან. ნაკაწრები აქვს და რამდენად გამოვა ამ შიტოკის შეუღებავად დაყენება, ვაჩვენებთ, მღებავს და მაგის მიხედვით რას გვირჩევს, ისე მოვიქცევით. ხო, შეიძლება ნიკელის ბაბუჩკები ფიქრობ შავს ან კარბონისას. წინიდან მოაწექი. მოდი მოაწექი, რა წინიდან, რა. წინიდან მოაწექი, რა. აუ. ნახე, მე რო გამოვწევ, შენ ხელით ეს ამოწიე რა, თორე იჭედება მაგით ახარ. და ეს არის S58 ძრავი, რომელიც დგას ახალ M3-ში და M4-ში, G80-ში, G80 და G2-ში და 3-ში. ძალიან მაგარი ძრავია, 6 ცილინდრიანი ძრავია, 2 ტურბინიანი, რომელიც არის B58-ის გაუმჯობესებული ვერსია, ანუ M ვერსია რა, B სერიის S სერია რა, რითიც იწყება S55, S58 არის M-ის ძრავები რა. ეს ძრავი კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ქარხნული ტურბოებით, ქარხნული საწვავის სისტემით, აი ყველაფერი ქარხნული რო დგას, უბრალოდ downpipes რო აყენებ და რამე intake-ს რო შეუცვლი, ფილტრს რო შეუცვლი, ამოდის დაახლოებით 700 ცხენზე მეტი საბურავზე, რაც გამოდის 800 ცხენზე მეტი ძრავზე რა და საპროექტოდ ძალიან, იაფიც არის, stage 1, stage 2 და ასევე იმდენად ჩქარდება, რომ, რა ვიცი ხა, ამ ხელა მანქანით 100-200 და 402 დაახლოებით, რა ვიცი, ძალიან მაგარი დრო უნდა მქონდეს. პარალელი რო გავავლოთ, 402 მეტრი იქნება M2-ზე გაცილებით ჩქარი რა. ეს კი 4-4-ზეა და ის უკანა წამყვანი, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ სუვია და 2 ტონაზე ცოტა მეტია ეს მანქანა, იმიტომ რომ ყველა ფუნქცია აქვს, რაც კი შეიძლება ჰქონდეს ამ მოდელს რა. დაწყებული 360-დან დამთავრებული პანორამით. ამ მანქანის ყიდვისას ძალიან ბევრ რამეში გაგვიმართლა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დაზიანება იყო, რაც კი შეიძლება კუთხეში უფრო თვლისკენ იყო დაზიანება. ამიტომ გადარჩა რადიატორები. ძალიან ბევრი რადიატორები უდგას ამას, დაბლაზეთის, ძრავიზეთის, კოლოფიზეთის, ტურბოსი, ძრავის გაგრილება და პლუს 2 დამატებით გვერდითა გაგრილება, რომელიც იყო მარტო 1 გვერდითა გაგრილება დაზიანებული. ისიც ისე იყო დაზიანებული, რომ აღდგებოდა, მაგრამ ეს მანქანა რო უნდა ავაწყოთ, არ აღვადგინეთ, 2-3 ზოლი ფიჭა გაუქმდებაო და აღდგებაო, მაგრამ
არ გვინდოდა მასეთი აღდგენილი. გადარჩენილია, ლანჟერონი ბალკის წვერი და ესეთი დეტალები ყველაფერი გადარჩა. დისკი არ გვაქვს უკან. სუპრის 37 გვიყენია, რადგან ამის დისკს არ ვიცი რამდენად ვიშოვით, მივწერეთ კომპანიას, წარმოებულ კომპანიას ერთ წელს თუ იყიდიდა და გამოგვიგზავნიდა, ველოდებით პასუხს, მეილზე გადაგზავნილი გვაქვს. კიდე რა შეიძლება ვთქვათ? მანქანა ჩამოვიდა სრულიად სტანდარტი, არაფერი არ აქვს გაკეთებული, ან კატალიზატორებით 4 კატალიზატორით არის და სრულიად ქარხნულ მდგომარეობაშია. მანქანა რო ავწიეთ და წინა სავალს რო ამოწმებდით, იმის მიზეზიც კი გავიგეთ, რის გამო დაიმტვრა პატრონი და მაქვს სურათი ალექს და გამოგიგზავნი, სურათში კარგად ჩანს. მანქანა დამტვრევამდე 800 მეტრით ადრე არის დასერვისებული, ანუ 9.5 მილით ადრე რა. შეცვლილი აქვს 4-ვე ხუნდი, სავალში თუ კი რამე იყო, ყველაფერი დაასერვისეს და აშკარად ტორმუს არ დაადგეს ფეხი და როგორც ვეძახით ხოლმე, არ დააპრაკაჭკეს, არ დააჰაერეს ტორმუზები, იმიტომ რომ ხუნდის დაჩიკი იყო ახალი შეცვლილი, ან მტვერიც არედოზეთ, 4-ვე ჩამოვიდა, გამოიყვანა სერვისიდან, ტორმუზი დაადგა და ტორმუზი აღარ ჰქონდა და მაგის გამო დაიმტვრა ეს მანქანა რა. 4-ვე ხუნდზე დაჩიკებია შეცვლილი და 4-ვე ხუნდის დაჩიკი არის თლათ ახალი დაყენება, მტვერიც კი არედო რა. ძალიან სუფთა და კარგ მდგომარეობაში ჩამოვიდა მანქანა. დავქოქეთ უკვე, სახელოსნოდან სახლამდეც ამოვაგორეთ, სალონსაც გაჩვენებთ. საჭია გახსნილი და ფარდები, ტორპედოს სიდენიები და სხვა დანარჩენი არაფერი არაა გახსნილი, რაშიც კიდევ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ტორპედო ძვირიჯდება ამ მანქანის. ხო, წინა საქარე მინაა გატეხილი, რომელსაც აქვს head-up-ი და connect drive-ი და ყველაფერი შიგნით აქ დაყენებული და მოვიძიეთ და არის ჩვეულებრივ X3 M40-საც და 20-საც წავა, რომელსაც იგივე ნავაროტკა აქვს, იგივე ფუნქციები აქვს. რა ვიცი, სხვა რა გითხრათ ამ მანქანაზე, ჩავჯდეთ, გაჩვენებთ შიგნიდანაც 1-2 სიტყვით რა როგორ არის. ამ მანქანის test drive-ი საქართველოში მე მგონი არავის არ აქვს გაკეთებული. რასაც უყურე და თვალი გადავავლე, ეს მანქანა კიდე იმიტომ მომეწონა, რომ შეგვიძლია გავხადოთ უკანა წამყვანი, როგორც F90 და G80 აქვს. უბრალოდ ეს ფუნქცია დახურული აქვს და უნდა გააქტიურო რა, M დეკოდერით, ანუ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქარხანა ამატებს ფუნქციებს, რომელსაც ბლოკავს მერე. და შემდეგ ქარხანაში უნდა მივხვდი და გადაიხადო ფული და გაგიხსნას ეს ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად ფილმის გაშვება მონიტორზე, F30-ებზე წერენ ხოლმე ბიჭები და აი ესეთი წვრილმანი რაღაცეები, კლიპიანი მუსიკის ჩართვა და რაღაცა რა. მასე აქვს დაფარული უკანა წინა ხიდის გათიშვა რა. და ვიდეოებს რასაც უყურებთ ხოლმე, რა დრიფტშიც კარგად დგას, ზანოშიც კარგად დგას და დგომიც ძალიან კაი აქვს რა. F90-ზე ცოტა M8-ის წონაა ეს მანქანა რა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ კარგათაც იძვრება, 402-იც შეუძლია რომ ქარხნულ ტურბოზე და ქარხნული ყველაფრით 10 წამიც კი გატეხოს, 999-ში დადიან ამერიკაში, ვისაც უყურებ ხოლმე. აი გადავანგრიე ყველაფერი რა დროს შეიძლება იაროს და რა და როგორ და ავტოსაწყობილ მანქანას უყურებდი გუშინ. X3M-ი გააკეთა ABP-მ, სადაც ეს მანქანა უნდა გავაკეთოთ და სადაც Supra და M2-იც გავაკეთეთ და წინა 340-იც და მე მგონი 5-2 ქონდა 100-200 რა. აი 5-200-100-200 დაახლოებით რო გითხრათ, ნახავ ხა ზუსტად რა მანქანას აქვს ქარხნულად და გეტყვით რა მანქანის კალიბრი უნდა იყოს ეს მანქანა. LP 570S. McLaren ნახოთ რამდენი.
6-1 აქვს McLaren 570S და ეს და 6-1 აქვს 100-200. ნუ 402 ზემოთ უნდა იყოს 402 10-5. ნუ ხო, ის ქარხნულ მდგომარეობაშია და ეს აწყობილი, მაგაზე არავინ არ დაოთ, მაგრამ ის არის სუპერკარი და ეს არის საოჯახო SUV. და ვიყიდე იმისთვის, რომ უბრალოდ სუპრის გარდა მეორე მანქანა რომ ყოლოდა M2-ს ვყიდით და მეორე მანქანა რომ ყოლოდა ბავშვი გეტარებინა ბაღში და ყოველდღიურად გვია ბაკურიანში ავსულიყავით და რავი ზღვაზე წავსულიყავით რა, ხო და ესეთი მანქანა რო ესე დროში ივლის და დაუჯერებელი კი არა და ძალიან მაგარი შედეგი არა და ეს ყველაფერი ხდება უბრალოდ დაუნფაიფის და კარგი პროგრამული განახლების შედეგად რა, კარგი ნასტროიკის შედეგად და ძალიან მაგარია, საპროექტოდ ძალიან მაგარი მანქანაა, ნუ ბევრად არ ჩამოუვარდება G80 და G82-ს 402 სიარულში ქარხნულ ტურბოზე და ხო კიდე ტიპმა ამერიკაში ააწყო ეს მანქანა და 402 გაიარა 8-8-ში. ეს იყო 2 თვის წინ რო ვიყიდე, მაშინ ვეძებდი ზუსტად ამ მანქანის აი ყველაზე ჩქარ ვერსიას რო ვის რა გაკეთებული თქვა და 8-8-ში დადის 402 მეტრს. ანუ 8-8 არის საქართველოში როგორი შედეგი იცი, დაუჯერებელი. ვერ მისაღწევი რა. დანარჩენი, რა ვიცი, გავიაროთ სალონის, ნუ აირბაგები გახსნილი აქვს და ამ ვიდეოს ვიღებ, იმიტომ რომ უბრალოდ როგორ ჩამოვიდა მანქანა და ბოლოში როგორი გამოვა რა. შემდეგი ამ მანქანის ვიდეო იქნება უკვე დასრულებული, დაუნფაიფებს რო დავაყენებთ და დინოზე რო წავიღებთ, ან მაგას გადავიღებთ ამ მანქანის ვიდეოს შემდეგს, ან იმას გადავიღებთ, უბრალოდ ტესტ დრაივს გადავიღებთ, სიარულში გადავიღებთ, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. მაგორიდან ერთ-ერთ ვიდეოს გადავიღებთ რა. დანარჩენი უკვე შიგნიდან გავიაროთ. ჰეითერები იტყვიან McLaren-ს მიახდიან. 6-3 აქ ამას. LP7-ას აქ 6-3 100-200. Aventador G, Aventador LP7-ას. ხუთი აქ SVG-ს. ბიზნესი თუ არა. არ ყველაფერს ათეს ჯერ. კაპოტი ვერ დავაფარეთ კარგად. ეხლა თორ ჩაერთ. აიღოთ. მოკლედ მოგიხსენებათ რომ ყავდა სულ ისეთი მანქანები სპორტული რა M2 Supra იმის წინ 340 და 360 არც ერთ მანქანას არ ქონია და ამის 360 ძალიან მომეწონა 1-240 ქონდა 360 მაგრამ ესეთი ფუნქცია არ ქონდა გარშემო რო უტრიალებს ვისაც ლაქშერი მანქანები ყავს ახლა იმის უცხო არ იქნება მაგრამ ჩვენთვის უცხოა და ძალიან კაი გასართობია ეს ფუნქცია რო გაქვს პარკინგში წინში ტოკი გვიდევს და იმის ბაბაჩკებს აჩვენებს პარკინგში მანქანა როგორ უნდა გააფუჭო არ ვიცი ვერ ხვდები აი ყველაფერს გიჩვენებს რა რისი ჩვენებას კი შეიძლება M setup-ი ნუ დავალაგებთ რა როგორანაირად და აი ეს გაშავებული 800 და 4WD 8 წერია მან დაეწერება RWD ჩვენ ფუნქციებში დაემატება იქ ფუნქცია და მაგრად ველოდები და არ ვიცი ამ მანქანისგან რას უნდა ველოდებოდე რატომ მინდა რომ უკანა ვიდუში უკანა წამყვანი გავხადო და ვაცურავ არ ვიცი რატომ უნდა ველოდებოდე ამ მანქანისგან მაგრამ ძალიან დიდი მუღავი მაქვს დანარჩენი ეს არის რა ვიცი ჩვეულებრივი მანქანაა სერვისები გავლილი აქვს წყალი ზეთი ყველაფერი კაია კაპოტი გვაქვს მხოლოდ ღია რა დანარჩენს ახლა წავიღებთ ხელოსანთან დავტოვებთ
ხდის კადრებს აიღებ და всё, ეგ არის რა, ჩავლაგდებით, წავედით. ალექსა, რომელიც არის ამ არხის ყველაფერი რა. ჩვენიც მაგაცია, ჩვენი ოპერატორია, ჩემი ფიტნეს ინსტრუქტორია. ლიუს მაგას. გადაზიდვის სერვისის ალექსა საბარია, ნაწილების. მოკლედ ყველაფერი არის ალექსა რა. ერთი ნაგავი რო გადაყაროს და მეორე ნაწილები რო ატაროს. დიაგონალზე და კიდე დიაგონალზე. ყრილოზე ვერ გადაუვარო. არა. არ გინდა, მოდი. აი ესე რომ მიედოს, ესე არა უშავს. რავი, ეგ არის რა. რამდენიმე დღე გავიდა, რაც X3 დავტოვეთ ხელოსანთან. ამ ვიდეოს გაგრძელებას არ ვაპირებდით. ვაპირებდით იქ დასრულებას, მაგრამ მოხდა ორი ახალი ამბავი რა. პირველი ის არის, რომ M2 გავყიდეთ. სამწუხაროდ საქართველოში არ დარჩა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. და მეორე ახალი ამბავი ის არის, რომ ვიყიდეთ ახალი მანქანა. რამდენიმე ხანში ჩავწერთ ახალი მანქანის ვიდეოსაც. იქამდე ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, რა მანქანაა, რომელ წლიანი და რა ფერი. ნუ ბრენდს ადვილად მიხვდებით ვფიქრობ, მაგრამ მოდელი, წელი და ფერი გამოიცანით, თუ მაგრები ხართ, ვინც იცით და ის უკვე არ დაწეროთ, სხვებს არ უთხრათ, გთხოვთ. ბევრმა გაიგო უკვე. და რა ვიცი, რას ვფიქრობ და ამ ახალი მანქანის ვიდეოც იქნება აუცილებლად ძალიან მალე, განხილვასაც გადავიღებთ ძალიან მალე, ბულგარუკებზე არ ვაჩერებთ ხოლმე ამ მანქანას. ეხლა კი ნახოთ X3 რა მდგომარეობაში დაგხვდება, სადღაც ერთი კვირა არ გვინახია. ხო, X3-ზე დისკი ვერ უშოვეთ, ერთი ცალი დისკი გვეკლდა ჩანს ვიდეოშიც. და ვაპირებთ 4 ახალი დისკის დაყენებას რა. და მაგასაც გადავიღებ და ჩავსვათ უკვე შემდეგ ვიდეოში. უკვე გამართული რო იქნება X3 და რო გამოვიყვანთ ხელოსნიდან და რაღაცა. უკვე მაგ ვიდეოს ცალკე გადავიღებთ, პლუს გამოყვანასთან ერთად გადავიღებთ X3M-ის ვიდეოს, რომელიც რა ვიცი, მე მგონი არც ქართველ არც ერთ იუთუბერს არ აქვს გადაღებული, წინა ვიდეოში თქვი თუ არა, არ ვიცი. ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ X3M-ის competition-ის განხილვას. ეხლა კი პატარა კადრები დაიდება X3M-ის ამჟამინდელი მდგომარეობისა.
ნახოთ რა დაგვახვედრეს, რაღაც 5-6 დღეში, რაც დაიწყეს ხელოსნება, რა ეტაპამდე მივიდნენ და წესით 5 დღეში მზად უნდა იყოს მანქანა. ეს ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ 7 თებერვალს მაქვს დაბადების დღე და 7 თებერვალს რო გაგატანთო ხელოსანმა მითხრა და ნახოთ რა გამოვა. ვია გოქი ამას იქ სამი არა წერია, მაგას აწერია, მაგრამ იქ კიდე ნიკელის ძალა. ეს როგორმე იქნება გადმოვიტანოთ. რამან